არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის მეჩეთის ადგილმდებარეობის შერჩევაში ჩართვას მოითხოვს. ამ შინაარსის მოთხოვნით მათ დღეს აჭარის მთავრობას მიმართეს და შესაბამისი განცხადება მთავრობის კანცელერიაში შეიტანეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ მრევლთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის წევრები ასევე დაინტერესებულნი არიან გაიგონ თუ რა სახსრებით მოხდება მეჩეთის აშენება. არასამთავრობო ორგანიზაციის წერილის პასუხი კანონის თანახმად 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი. ჩვენ გვაინტერესებს უბრალოდ სადაშენდება თუ არ უკვე შერჩეული ადგილი გამოყოფილი ტერიტორია მეჩეთის მშენებლობისთვის და ამავდროულად რა სახსრებით შენდება მეჩეთი, ვინ იღებს ამაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას. ამავდროულად ისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამავდროულად ჩვენ სულ ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებების საკითხში და ჩვენი ინიციატივა და მოსაზრებები შევიტანოთ. იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ესეთი განცხადება, რომ ჩვენი ფინანსებით ავაშენებთ მეჩეთსო. მაშინ ეს შეთანხმება რაღაცში იყო საჭირო თურქეთთან, შესაძლებელია ნებისმიერმა სახელმწიფომ ჩვეულებრივად თავისი რელიგიური უმცირესობების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგას ნაბიჯები და აშენოს მეჩეთი. ამიტომაც ჩვენ ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გამოიხატება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიმართვაში, არის ის, რომ ჩვენ ჩავერთოთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესში და საზოგადოებასთან კონსენსუსის მეშვეობით მოხდეს ამ პროცესის და ამ საკითხის გადაწყვეტა.